Philips Aventis, BBB-ისა და Agukus აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე. -50% Martinelli's საბავშვო კოსმეტიკურ ნაკრებზე. შენაძენზე აირჩიეს საჯუგრად Martinelli's ფერადი კოსმეტიკა. Impexi განწყობა იქმნება ზრუნვით. შეიძინა პრეზიდენტის ნებისმიერი პროდუქცია და მოიგე ორკაციანი საგზური პარიზში. დეტალები იხილეთ საიტზე. გორგიაში ეროვნული დღეები დაიწყო. მოდი 26 მაისის ჩათვლით და შეიძინე ჰამაკი 9 ლარად და 99 თეთრად, ვენტილატორი 29 ლარად და 99 თეთრად, ჩასაშენებელი ტექნიკის სამეული 499 ლარად, უნიტაზის კომპლექტი 99 ლარად. გორგია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მაისის შეთავაზებები დომინოში, საშხაბე კაბინა 199 ლარი, აბაზანის ავეჯის კომპლექტი 199 ლარი, კარის კომპლექტი 899 ლარი, კერამოგრანიტი 29 ლარი და 90 თეთრი. Გვეწვიე AnyShopping online. Eine neue Entdeckung des bayerischen Geistes beginnt mit Starnberger. Das echte Bier für alle, die immer wissen, was sie wollen. Und stolz auf ihre wahre Wahl sind. Ein kühner und unwiderstehlicher Geschmack. Geschaffen für jene, die auf der Suche nach legendären Geschichten sind. Starnberger, das wahre bayerische Bier. 25 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული აქცია სუფთა სახლში. აოსი ჭურჭლის სარეცხი სითხე 450 მლ 2 ლარი და 95 თეთრი. სენსოდინი კვილის პასტა 75 მლ 7 ლარი და 95 თეთრი. პერსილი სარეცხი ფხვნილი 1 კილოგრამი და 500 გრამი 8 ლარი და 80 თეთრი. იშოპინგეთ ასევე ონლაინ. ჩვენ შეგვიძლია ერთულ მოსახლეზე საერთაშორისო დოლარში წარმოებული პროდუქციით გავაორმაგოთ ეკონომიკა და 2030 წლისთვის შეგვიძლია კიდეც გავაოთხმაგოთ და ახლოს არის ძალიან ევროპულ ეკონომიკასთან. ეკონომიკა 20-30. როგორ ჩანდა წარსული და მომავალი სადვართ ეხლა და როგორ იქნება 2030 წელი? 28 მაისს ქვეყანამ ყველაზე უფრო მეტი ფასი გადაიხადა ყველა იმ რესპუბლიკას შორის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 23 საათსა და 30 წუთზე. შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო კორუფცია ყველა ფენებში, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყავდა ელიტარული კორუფცია. რომელი აქედან უკეთესი, არც ერთი არ არის უკეთესი, ორი უბედურებაა. განუკითხაობის ჭაობიდან 2004 წლის შემდეგ გადავედით უსამართლობის უდაბნოში. კომპანიები ააწიოქეს. უბრალოდ ააწიოქეს. კრედიტზე ვალზე დაფუძნებული ეკონომიკა გქონდა ჩვენ. ის ეკონომიკა, რაც შექმნა ბენდუქიძე, არ იყო ორიენტირებული საკუთარ წარმოებას. ეს აქედან ჯერ ვერ ამოვიდა. ეს დაპირისპირება, ეს შეუწყნარებლობა, ეს იქიდან მოდის ყველაფერი. მიუხედავად ყველა ამ სირთულეებისა, ვარწმუნებ ჩვენ საზოგადოებას, რომ რეგიონშიც ყოველთვის არის პროცესები, ეს კრიზისი რეგიონის თქვა, აუცილებლად დასრულდება. ყველა კრიზისს აღმავლობა მოძდებს. ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი. 2012 წლიდან იწყება გარდამტეხი პერიოდი. დაიწყო აი ამ მხარდაჭერის ინსტრუმენტების შექმნა. მდგრადი განვითარება. ამას შეიძლება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. მეცნიერება. განათლება, რომელიც აი ამ 40 წლის გასვლის შემდეგ თაობებს მისცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად საამაყო ქვეყანა შექმნან. კონკურენტუნარიანი, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. საწარმოების დაფინანსების პროგრამით ბიზნესის მიერ ჯამში 4 მილიარდ 223 მილიონ 553,000 ლარის ინვესტიცია გაკეთდა. გარკვეული ინტერვენციები სახელმწიფოს მხრიდან თუ ეს სწორად დაბალანსებულად წარიმართა, აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. ხუთწლიანი ეკონომიკური ზრდით ერთულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკისა და მსხვიდობლიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველოს არის მსოფლიოში მეორე ადგილზე. ჩვენი ქვეყანა მოწყურებული არის გამარჯვებას. საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ეკონომიკა 20-30. იმედზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე.
დიდი სამზადისი საყოველთაო სახალხო ზეიმისთვის 26 მაისს ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია დონორების უმოქმედობაზე, რას წერს შალვა პაპუაშვილი. ტელეკომპანია იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შემოჭრა და დარბევა. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს. სოფო ნიკოლაიშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ტელევიზიის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს. ნინო არღულიანი მოგვიყვება უფრო მეტს. მაშინ როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ტელეკომპანია იმედის დასჯა გადაწყვიტა და სპეცრაზმი შეიყვანა ტელევიზიაში, ამ დროს ტელევიზიაში ასეულობით თანამშრომელი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, პროდიუსერები, მათ შორის იყო სოფო ნიკოლაიშვილი, რომელმაც 2007 წელს მომხდარი მოვლენები დღეს საგამოძიებო კომისიაზე დეტალურად გაიხსენა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ დაახლოებით 20 საათი და 40 წუთი იყო, როდესაც ტელევიზიაში სპეცრაზმი შევიდა და ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, უსწორდებოდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტებს, ტელევიზიის თანამშრომლებს, არამედ შეიარაღებულები ამტვრევდნენ ტექნიკას და ასევე თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი კანონზე მაღლა იდგნენ და რომ იქ ტელევიზიის გასანადგურებლად მივიდნენ. ეს იყო თავდასხმა, დღეს ეს რამდენჯერმე თქვა სოფო ნიკოლაიშვილმა და განმარტა, რომ ამ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი ტელევიზიის გათიშვა იყო. მოგვიანებით, როგორც დღეს ნიკოლაიშვილმა გაიხსენა, ისინი გაიყვანეს ტელევიზიის შენობიდან და როცა ეგონათ, რომ ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო. უკვე ლუბლიანას ქუჩაზე, სადაც ტელეკომპანია იმედი მდებარეობს, ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ მათ უკვე სპეცრაზმი აედევნა და სწორედ ისინი ცდილობდნენ მათთვის დაზიანებები რეზინის ტყუებით და ხელკეტებით მიეყენებინა, თუმცა ის განმარტავს, რომ უშუალოდ იმ დროს მათთან ერთად ფეხმძიმე ჟურნალისტიც იმყოფებოდა, რომლებიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. დღეს ნიკოლაიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ დარბევის შემდეგ არანაკლებ მძიმე საყურებელი იყო ის, თუ როგორ ცდილობდა რეჟიმი ჟურნალისტების მოსყიდვას და გადაბირებას. ემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის ღია ეთერი. მთელი დღის განმავლობაში იყო ეს ხმები, რომ შეიძლება აქაც შემოვიდნენ. ზუსტად 20 საათი და 40 წუთი იყო, ქრონიკა მიმდინარეობდა და დასასრულისკენ, როდესაც ეს შემოჭრა მოხდა. ეს იყო თავდასხმა. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე, აბსოლუტურად ყველაფერს, აპარატურას, რაც კი გზაზე შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველანი დააწვინეს ხელებით წინ, შეანგრიეს საეთეროს კარები, მოკლედ მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის გათიშვა. არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო. ეს მხოლოდ მოხდა შემდგომ დღეს, როდესაც მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო ტელეიმედის ქონება. აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, თუ არა ფიზიკური განადგურების შიშის ჩანერგვა, რომ შენ რო ჟურნალისტი გონია თავი, შენ რო ბოდიში ამ სიტყვისთვის ტლიკინებ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ. არავინ არ ხარ ჩემს პირობებში. გაგანადგურებ. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად უფლება აყრილები, დაგვამწკრივეს, ეს იყო მკაცრად გაკონტროლებული, რომ ამ მწკრივს არ უნდა გავცდენოდით, ჩამოგვიყვანეს ყიბეებიდან და გამოგვიშვეს ლუბლიანას ქუჩიდან. მანამდე ჩაკეტილი იყო იმედი. დავინახეთ იმედის დაცვის თანამშრომლები წილზე მოგთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. ლუბლიანას ქუჩაზე რომ გამოვედით, აქ დაიწყო ყველაფერი ჩვენთვის პირადად. საოცრად ჩახერგილი იყო ეს ქუჩა. სასწრაფოს მანქანებით, უამრავი სასწრაფოს მანქანა იყო და ფიქრობდი, რომ რა საჭიროა ეს მანქანები თითქოს და ფიზიკურად გადავრჩი. დავიძარით ტყეპარკისკენ, დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, ნუ რაღაც რობოტებმა ეს ფარებზე ხელჯოხები, ხელკეტების რახუნი და დაიძნენ ჩვენსკენ. შემდეგ დავინახეთ ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, რომლებიც ინგას ფილტვის ოპერაცია ჰქონდა და ვერს უთქავდა და ირაკლი ინგას მიათრევდა. მეც წავედი. ამასობაში ბევრი ერთმანეთს დავშორდით ვისად გარბოდა და ამ ტყეებისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით. ესენი გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია ირაკლის მოხდა ცრემსადენი გაზი, არ ვიცი რა ვისუნთქეთ. კორპუსი დავინახეთ და ამ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეგვიფარეს. ორსული დიანა ტრაპაიძე საკმაოდ დიდი ორსული იყო. მე ჩუმად
საათების მერე მოვიდა სასწრაფო დახმარება და პირველი დიანა გაუშვით, ცხადია, ჩვენ იმედში ვეღარ შევედით ერთი თვის განმავლობაში. იმიტომ რომ ტელეიმედს ქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი და ობიექტური პოლიტიკა და ტელეიმედი აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ალბათ ასეც იყო ხუპავდა რეპუტაციას და საერთოდ ამ რეჟიმს. შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, არანაკლებ ძიმე, ეს იყო იმედის გამოშიგუნა შიგნიდან, გადაბირება თანამშრომლების ჩაძირული გემიდან, ასე გვარწმუნებდნენ, რომ იმედი მაინც ვერ აღდგებოდა. ზოგს მუქარით, ოჯახის წევრის დაპატიმრებით, ზოგს თანხების შეთავაზებით, ზოგს სამსახურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესეც მოხდა ძალიან ბევრი თანამშრომელმა, ძალიან ბევრმა თანამშრომელმა იმედი დატოვა. და შემდგომ თუ არა მეორე დღეს ძალიან ახლო დღეებში ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილ რუსთავიორზე. ამას მოყვა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი გაყალბებული ჩანაწერები. ძალიან რთულია მორალურად, ამას როცა მოულოდნელად ამ ჩანაწერების შესახებ მე პირადად არაფერი არ ვიცოდი. აი ესეთი ფეიქ ძალადობრივი და ეს გარემოს შექმნეს და მოხდა იმედის საბოლოოდ განადგურება. ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება, შემოგთავაზა კრედიტების დაფარვა ხელის დადებანების მენუ რაღაც რამდენიმე ვერსიაზე სამსახურის. რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე უნდა ვთქვა, რომ ვუთხარი, რომ ვიფიქრებთ, ხო? საბოლოოდ ეს ვერ შევძელი, ცხადია, და დავრჩი იმედში. ეს ძალა არ იცვლება არასოდეს. არც მისი განახლება მოხდა. აი როგორც მაშინ ხდებოდა ეს შეთქმულებების მოფიქრება, ეს ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმების მოგონება, ეხლა არ აქვთ მათ ეს ძალაუფლება. უბრალოდ ეხლა აქვთ ეს იარაღი პარტიული მედიის სახით და არა კრიტიკული მედიის, პარტიული მედიის სახით. ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ადამიანებისგან, ანტიგმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას, აბსოლუტურად იგივე მეთოდები, აბსოლუტურად იგივე ბოროტება. არათუ გერმანია, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა არ ივიწყებს ფაშიზმს, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. ეს როდესაც მოკლეს, მაშინ ჩვენნაირ ადამიანებში მოკლეს თითქმის ბოლო იმედი, როდესაც თქვენთან შემოიჭრნენ და დაგარბიეს. ამას ჩვენ ღია ეთერში უყურეთ ევროპიდან. რუსეთში კი არ გვისწავლია ლიაკა ხოშტარიასავით. ეს რომ მოკლეს დღეს მე მაგ განცდა, რომ თითქოს დღეს კვლავ ცდილობენ ამ იმედის მოკლას. იმედი დღესაც მიაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხეთ და ყოველ შემთხვევაში იმის გარანტიად, რომ ხელისუფლებაში იმედის პირობებში ძალიან რთულად დაბრუნდებიან. იმედის მიკროფონზე შეტევა არ არის, ადამიანის უფლების შელახვა არ არის და დანარჩენი ყველაფერი შეტევაა. ეს აი ტყუილმართალის არევა, ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც ყველაზე მძიმესენია დღეს ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს ყველაფერი არის მათი დანერგილი. ყველაფერი. და თუ კი იმედი უფრო რადიკალური გახდა მათ მიმართ, ეს არის მათი დამსახურება. ჩანაწერის თემა კარგად რო განვმარტოთ, რომ თითქოს რაღაც უხარისხო ჩანაწერი არსებობდა, როგორც თქვა გიორგი თარგამაძემ, ხო? არანაირი უხარისხო და ხარისხიანი ჩანაწერები არ არსებობდა. არ არსებობდა ორი ჩანაწერი, იყო ერთი ჩანაწერი, ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა გამოაგზავნა ლონდონიდან, გამოაგზავნა ტელეკომპანია იმედში და რაღაც მანქანებით ის შემდეგ გავიდა ტელეკომპანია რუსთავიორის ეთერში. თუმცა სანამ ტელეკომპანია რუსთავიორის ეთერში გავიდოდა, ეს ჩანაწერი ჰქონდათ სუსში, სადაც მიდიოდა მისი დამუშავება. იქ იყო ლაპარაკი, რომ ბადრი პატარკაციშვილი ამბობს, რომ მე ჯერ სროლაც კი არ დამიწყია და ვაპირებ სროლის დაწყებას. ანუ კონტექსტი ეს იყო. და უცებ შეგეძლო გეფიქრა, რომ ლაპარაკი იყო რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე და სროლის დაწყებაზე. როცა სრული ჩანაწერი გამოქვეყნდა, იქ არის ლაპარაკი ამაზე, რომ მათ მთელი PR ჭიდი დამაცალეს და მე ჯერ არც კი დამიწყია, არც კი დამიწყია ეს ჩემი PR ბრძოლა, ამაზე იყო ლაპარაკი და ესეთი შეკოწიწებული რაღაცები შექმნეს ყალბი წარმოდგენა თითქოს რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო ლაპარაკი.
ნაციონალური მოძრაობა არბევდა არასასურველ მედიას და დევნიდა პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს დღეს საგამოძიებო კომისიაზე მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ვიქტორ ჯაფარიძემ ვრცლად ისაუბრა თუ როგორ ემუქრებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი, რომ არ მიეღო არჩევნებში მესტიის სამაჟორიტარო ოლქში მონაწილეობა. ვიქტორ ჯაფარიძემ გაიხსენა, რომ რამდენიმე წლით ქვეყნიდან წასვლაც მოუწია, თუმცა დაბრუნების შემდეგ ყველა არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება მაინც შეძლო. სააკაშვილო მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რო საუბრობენ რაღაც დათვის ტყუებით, რაღაც მიტინგის დასაშლელ ტყუებზე რო საუბრობენ. პირდაპირ იმაზე შეხვედრაზე შევედით, იცითო, ესო ისეთი ტყუები მაქვს შემოტანილი, 8 თვე ფეხზე ვერ დადგებითო. ქმნიდნენ სანაკოების ასე ქვია ადმინისტრაციას. ახლა ადმინისტრაციას როქრელბათ საზღვრები ხომ უნდა შემოუფარგლოს, სად ვრცელდება მისი იურისდიქცია. და მოიფიქრეს თემა ესეთი, რომ გაყვეს ეს ხაზები გაავლეს, რაზეც ატყდა პრეტენზიებს გამოთქვა ყველა ოპოზიციურმა, თითქმის წარმომადგენლ, მათ შორის ზვიადიძიგურმაც, კახამაც, ვალერი გელბახიანმაც და თვითონ ვალერიმ შემდეგ დაწერა ეს, აღწერა, ეუნებოდა, რომ სანაკოებმა და კოკოვითმა შემდეგ ხელი რო ჩამოართვან ერთმანეთს, ამაზე მეც ისინიც არ ითხოვენ ავტონომიისთვისა. რას აკეთებთო და სხვათა შორის ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა და არ მივეცით ხმა. ბატონი დავით გამყრელიძე დღეს ოპოზიციასთან რომ გამოჩნდა მიცუცქდა კი ბატონო ესე ვთქვათ. მაშინ იყო საუბარი და კითხვა დაისვა, რომ აი რატო აძლევთ, იმიტომ რომ რეალურ ოპონირებას უწევდნენ გამყრელიძე და ახლები. ამ შემთხვევაში დაისვა შეკითხვა, რომ თქვენ რატო იმათ რომ ხარი არ დაეჭირათ, ეს ვერ გავიდოდა მაშინ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ შექმნილიყო ადმინისტრაცია, რომელიც პრაქტიკულად ახალგორით ცხეთამთიანეთის გამოყვეს და დე ფაქტო აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამას სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა. ხარის დაჭერაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა. ბატონ დათო გამყრელიძეს როცა ეს შეკითხვები დაუსვით და უთხრეს რატო ვაკეთებთ ამას, ბატონმა დათო გამყრელიძემ იგივე გაიმეორა, რომ ამერიკელებთან ეგ შეთანხმებულია და ამერიკელების მხარდაჭერით ვაკეთებთ ამ ახალ ადმინისტრაციას. 12 წლამდე მე გაქცეული ვიყავი ქვეყნიდან. ერთ-ერთი პიროვნების გარანტიით 2011 წლის დასაწყისში შემომიშვეს ქვეყანაში. გარანტიით შემომიყვანეს, რომ ოჯახში ვიქნებოდი და პოლიტიკურ პროცესებში ესე ვთქვათ არ გავერეოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დალოცვილმა ბატონმა ბიზნე ივანიშვილმა გამოაქვეყნა თავის წერილი. იმის შემდეგ ეხლა ჩემი გაჩერება წარმოუდგენელი იყო. აქტიურად გამოვჩდი მეც პოლიტიკურ ველზე. რაზეც იმ პიროვნებას ვინც მე შემომიყვანა ქვეყანაში, დაურეკეს, ესაუბრენ, ამან დამიბარა, მივედი, მითხრა ესეთი რამე. რომ აი ესე დამამითხრეს. ვიქტორ ჯაფარიძის თავს გვამს შემოგიდებთ ეზოში, თუ ქვეყანას არ დატოვებს. მე ვთხარი გამორიცხული ახლა ჩემი აქვეიდან. წასვლა ეს არ არსებობს მექნა რა წავალ, მე რაღაც რჩევადარიგებები მომცა რომ მარტო არ მევლო, 2-3 მანქანით მევლო, გადავწყვიტე, მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. მოუგეთ არჩევნებში. 68 წლის ჩემი მამიდაშვილი დააკავეს იმისთვის, რომ ჩემი მამიდაშვილი იყო. გავასაჩივრეთ, გირაო შეუფარ და გამოუშვა. რომ გამოუშვა, წავედით მე, ზვიადიძიგური და კახა კუკავა. მის დასახვედრად გლდანის საპრობილეში. რომ მივედით ეს კაცი გამოვიდა იმიდან რა ქვია, საპრობილედან და ტირის გცემდნენ თქოშა, მე არაო, მე არა, მაგრამ თქვენ არიცით აქ ახალგაზრდებს რას უკეთებენ. რამოდენიმე თვის მერე ჩაუნიშნეს პროცესი, მე რა თქმა უნდა მას გაქცეული ვიყავი. წავედი და 3 წელიწადი მივისაჯეს და კალენდარულად მოახტევინეს. 68 წლის კაცი ისე ცემეს, რომ 10 თვე საავადმყოფოში იწვა, მათ საავადმყოფოში. ქალბატონი ის რო იყო კალმახელიძე. ის მინისტრი კალმახელიძე ის რო შევიდა მაშინ ქსანის საპრობილეში, იქ დაუწყო მან ვალერიმ. ყვირო აქეთ მოდი ნახეთ მაშინ კარვებში როგორ ძინავთ პატიმრებს, ტალახში ძინავთ პატიმრებს და ისე მოაქციეს შემდეგ რომ 11 თვე მაშინ იწვა საავადმყოფოში, მათ საავადმყოფოში. რო გამოვიდა მას მერე ფეხზე ვეღარ დადგა და 7 თუ 8 წელიწადი კიდე იცხოვრა და ლოგინში და გარდაიცვალა. მე მინდა თხოვნით ვთხოვო ახალგაზრდებს, რომ ის არაფერს არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ მოესწარით იმ პერიოდს. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი კადრების ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ. შაბათს მე არ ვიცნობდი, მაგრამ მეჯავრება, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა აოხრა.
და გახსოვდეთ, რომ ეს ამ ქვეყანას აოხრებდნენ ეს უნამუსო ადამიანები. პოლიტიკური დევნის მაგალითებზე და ასევე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ამ წუთებში საგამოძიებო კომისიაში ლევან გაჩეჩილაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მადლობა ნინო, პარლამენტიდან ნინო არღულიანი საუბრობდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. შალვა პაპუაშვილის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფიციალური გვერდის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებული NGO-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის დახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. პოსტსკრიპტუმ სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არაა ცუდად საუბარიან თავდასხმა, არამედ ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც პასუხი სჭირდება. ორმაგი სტანდარტები იქნება ეს რეალური თუ აღქმული ევროპის სანდოობას აზიანებს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევრონიუსზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ალენ ბერსე უცხოური გავლენის შესახებ კანონებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს. ბერსეს თქმით, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იმავე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთში. რა შეფასებები მოყვა ბერსეს ამ გზავნილს, სოფო ბერიძე გაგვაცნობს. ქართული ოცნების წევრებს მიაჩნიათ, რომ დროა ევრობიუროკრატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოусმინონ და გაიაზრონ, რომ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და რომ სიმართლე მხოლოდ ერთია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ევროპელი პოლიტიკოსი დროულად გადავა ობიექტურ შეფასებებზე, ეს გააუმჯობესებს საქართველოს ურთიერთობებს პარტნიორებთან. ახლა როცა დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ვისმენთ განცხადებებს უცხოური გავლენების პრობლემატურობასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება ყოველდღიურად კრიტიკოსებთან მიმართებაში მეტ უპირატესობას გრძნობს. ეს ყველაფერი კი ოპოზიციას განწყობას ნამდვილად უფუჭებს და როცა სათქმელი აღარაფერი რჩება, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ობიექტური შეფასების ავტორთა კრიტიკას იწყებენ. ყველაფერი ეს იმასაც აჩვენებს, რომ ქართულმა ოპოზიციამ ალან ბერსეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ჯერ ისევ ვერ აპატია. მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ალან ბერსე, როგორც ერთხელ უკვე გამოიყენა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, მისი აქ უკიდურესად უდროო და სამწუხარო ვიზიტით მორიგჯერზე არ იქნება გამოყენებული როგორც ივანიშვილის რუსული რეჟიმის პროპაგანდის ინსტრუმენტი. რაც უფრო მეტი ადამიანი ობიექტურად შეაფასებს ქართული ოცნების გუნდის და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს მით უფრო უკეთესი არის როგორც ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ამ ადამიანებისათვის და ზოგადად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ, რომ ფარა უნდა გამკაცრდეს მთელი რიგი მიმართულებით, თუმცა ჩვენ არ აგვაქვს უფლება, რომ საერთოდ ასეთი შინაარსის და ზუსტად იდენტური კანონი კონდეს ჩვენს ქვეყანაში. აი ეს არის ზუსტად არამხოლოდ ორმაგი სტანდარტის, ზოგადად სტანდარტების მსხვრევა. რომ მოვიდა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას ყური დაუგდონ ევრობიუროკრატებმა და კარგად გაიაზრონ, რომ სიმართლე არის მხოლოდ ერთი. რომ არ შეიძლება იყოს ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება იყოს 2 და 3 სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ რაც არის სწორი, რაც არის სახელმწიფოსთვის სარგებლიანი და დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოში პირიქით კონტრპროდუქტიული. ევრონიუსის ვებგვერდზე ალან ბერსეს ავტორობით სტატია 22 მაისით თარიღდება. სტატია ეხება მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონებსაც, რომელზეც ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში ევროპაში და ევროპელი მაღალჩინოსანი წერს, რომ ევროპული კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს და წერს იმასაც, რომ რაც მიუღებელია მაგალითად საქართველოში ან უნგრეთში, იმავენაირად მიუღებელი უნდა იყოს გერმანიაში და რუმინეთშიც.
მადლობა სოფო ბერიძეს. დაპირისპირება უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, დამფუძნებლების შეხვედრაზე უთანხმოება იქამდე მივიდა, რომ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე გადადგა, თუმცა ამ ინფორმაციას თავად კახი სამხარაძე არ ადასტურებს. რაც შეეხება უცხოურ ფინანსებს და დონორებს, სამხარაძე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. მე ვარ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამ ორგანიზაციიდან გავიდა 20-მდე წევრი, კიდე გავფართოვდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. დონორები გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება რაღაცებში გვეხმარებიან. საიდან ეგ ინფორმაცია, რომ ჩვენ რაღაცა ფინანსდებით ან რაღაცა მსგავსი. დაფინანსების გარეშე მუშაობს ორგანიზაცია? ორგანიზაციას არც ერთი თეთრი რეგისტრირებული არ არის ეს ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციას უშუალოდ არანაირი დაფინანსება არ მიუღია. თანამშრომლები რა ხელფას, ეს არის სრულიად ენთუზიაზმზე, არავინ ხელფას არ იღებს. საზოგადოება მიწის აღმოსული არასამთავრობო ორგანიზაცია თავიდანვე პოლიტიკური მიზნებისთვის შეიქმნა. ისინი თითქოს ცდილობდნენ დაეცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად იყვნენ გათავისუფლებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ გარკვეული უთანხმოება აქვთ, ეს რამდენად უკავშირდება დონორების დაფინანსებას, ან რაიმე სხვა საკითხებს, ეს რა თქმა უნდა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის უკან იყო პოლიტიკური ინტერესი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, სხვა პოლიტიკური პარტიების და სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის სახელით კვლავ ხდება პოლიტიკური ინტერესების გატარება და პოლიტიკური შეფასებების გაკეთება იმ საკითხებზე, რომლებზეც ისედაც რეგულირდება კანონმდებლობით. ალდეს პოლიტიკური ჯგუფი გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბგირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი დახურული ფორმატით ჩატარდა, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კი სხდომას ვერ დაესწრნენ. თუმცა კადრებში ჩანს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, საელჩოს წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან. ეს ორგანიზაცია უკვე ცხადია, რომ არის რაღაცა ტყუილების რუპორი და სიცრუის პროპაგანდაზე ორიენტირებული ადამიანების ერთობა, რომ ახლა როდესაც აშკარა კადრები არსებობს, საზოგადოებამ ყველაფერი თვალნათლივ დაინახა, რომ ამ სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ მათ შორის მედიის წარმომადგენლების და სხვადასხვა ყველა ის მსურველი, ვინც დესტრუქციისთვის არ იყო იმპრესიანი ელემენტარული მატყუარები და არ სურთ სიმართლე საზოგადოებამ გაიგოს. რაც შეეხება ჯაფარიძის დაკავებას, კიდევ ერთხელ რა ეს არის იქ ჯაფარიძე იქნებოდა ამ ადამიანის გვარი პეტრიაშვილი მნიშვნელობა არ აქვს, როცა შედარებით სუბუქ აკვეთიყვანიზიებას არასრულებ, ის შედარებით ძიმე აკვეთიყვანიზიებით იცვლება. ეს არის 2x2 4. ალდეს წარმომადგენელი ნამდვილად არ ვიცი რას გმობს და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოუწოდებით. მაგრამ ჩვენ ნამდვილად გმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ადამიანი ამბობს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებს, მათ თანამშრომლებს არ ქონდა შესაძლებლობა, რომ დასწრებდნენ პროცესს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ცალკე განხილვის საგანია, რა უნდა დიპლომატს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სასამართლო პროცესზე. ეს ძალიან გავს სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მის მიუკერძოებაზე ზემოქმედების მცდელობას და რასაც თავის ქვეყანაში გააკეთებდნენ და აკეთებენ ჩვენ მიგვითითებენ და ნუ გვეუბნებიან, რომ ეს მიუღებელი არის და ეს არის თურმე დემოკრატიული უკუსლა. ეს დღე ჩვენია. ამ გზავნილის ირგვლივ საქართველოს მოქალაქეები 26 მაისს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. წვევამდელები უკვე ემზადებიან სამხედრო ფიცის დასადებად. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. ანუკი ჩხიკვაძე მოგვიყვება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ეროვნული დღესასწაულისთვის მზადება და რეპეტიცია, რომელიც აქ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაიარეს. დღევანდელ რეპეტიციას პირადად ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი. აქ იმყოფებოდნენ წვევამდელები, ისინი, ვინც ფიცს 26 მაისს დადებენ, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით 5 ისტორიულ ტერიტორიაზე, როგორც იცით, წელს 7-მდე წვევამდელი დადებს სამხედრო ფიცს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიცის დადების შემდეგ ისინი შეუერთდებიან სამხედრო სამსახურს. დედაქალაქის მასშტაბით არაერთი კულტურული და გასართობი ღონისძიება ასევე დაგეგმილი, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე დედაქალაქის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი დატვირთული ადგილი იქნება ორბელიანების მოედანი, სადაც იქნება გასართობი სივრცეები, შემეცნებითი პავილიონები და კულტურული ადგილები, სადაც იქნება გამოფენა გაყიდვაც.
ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენ სინატრებს ამ დღის ჩვენამდე ამ დამოუკიდებლობის მოტანისთვის და უნდა აღვნიშნოთ ყველაზე უფრო გრანდიოზულად, რაც ხდება ყოველ 26 მაისს და წელსაც. ყველა დიდ ქალაქში პრაქტიკულად იმართება საზეიმო